დღეს ჩვენ საუბარი გვექნება ქართლის ანუ იბერიის სამეფოზე. ეს არის გარკვეული პერიოდი ქრისტეშობამდე პირველი საუკუნე და ქრისტეშობიდან მეორე საუკუნე. ეს თემა დაახლოებით ორ ძირითად ნაწილად შეგვიძლია ჩვენ დავყოთ. პირველი ეს არის ურთიერთობის გარკვევა რომთან, მათ შორის ეს ურთიერთობის გარკვევა ხდება პრინციპში გულისხმობს პრინციპში პომპეუსის ლაშქრობას ქართლში და ერთგვარი მეგობრობისა და მოკავშირეობის ხელშეკრულების გაფორმებას, ანუ მე დავარქვევდი ამას მეორენაირად კავშირის აღებას რომაულ სამყაროზე, პოლიტიკურ საგარეო პოლიტიკური კავშირის ორიენტაციის აღებას და მეორე ეს არის ქართლი, როგორც რომის მეგობარი და მოკავშირე, მისი ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოებთან და მათ შორის პირველ რიგში სომხეთთან. ამ თემებზე უფრო დეტალურად ნაწილ-ნაწილ ჩვენ ვისაუბრებთ. პირველი საკითხი, რაც მინდა შევეხო და მოკლედ მოვიხილო, არის ის, რომ ქრისტეშობამდე მეორე საუკუნეში ქართლის სამეფო რამდენადმე სუსტდება და ამ პროცესის გამომწვევი არის პირველ რიგში სახელმწიფოში მიმდინარე პროცესი სამეფოში და ჩვენ მხედველობაში გვაქვს ცენტრიდანული ძალების გაძლიერება, ანუ გარკვეული პროვინციების მმართველთა სურვილი გამიჯნოდნენ სამეფო ხელისუფლებას და ალბათ იმ მიზნით, რომ უფრო განემტკიცებინათ თავიანთი მმართველობა, დამოუკიდებლობა ქართლის მეფისაგან. პროვინციებისა ვიცით, რომ ასეთ პროვინციებს საერისთავოები ერქვათ და რომ მათ ერისთავები განაგებდნენ. გარკვეულ წარმატებას მართლაც მიაღწიეს, აქ პირველ რიგში იგულისხმება ის საერისთავოები, რომლებიც გარკვეულ პერიფერიულ ტერიტორიებს ქმნიდნენ, პერიფერიულ ადმინისტრაციულ ერთეულებს ქმნიდნენ და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს საერისთავოები. თქვენ იცით, რომ ქართლის ცხოვრების მიხედვით ფარნავაზმა მთელი დასავლეთ საქართველოს შემოიერთა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვიცით, რომ ფარნავაზმა და მისმა მემკვიდრეებმა თუ მთელი არა დასავლეთ საქართველოს სოლიდური ნაწილი მიიერთა და შექმნა იქ სხვადასხვა საერისთავოები. ეს არის იმერეთი, ზემო იმერეთი, აჭარა, აგრეთვე სვანეთი და დასავლეთ საქართველოს მთიანეთი რეგიონი. ვიცით, რომ ამ რეგიონთა მმართველები იწყებენ, უბრალოდ კი არ ვიცით ახლა აღნიშნეთ, რომ იწყებენ დამოუკიდებლობისაგან ტოლვას და აღწევენ კიდეც გარკვეულ წარმატებას. და მეორე ეს იყო ჩვენს მეზობლად სომხეთის საკმაოდ ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და ამ პროცესზე ცოტა ქვემოთ მექნება საუბარი. სარგებლობს რა ქართლში შექმნილი მდგომარეობით, სომხეთის სამეფო იერთებს სამხრეთ ქართულ პროვინციებს, ანუ მის ჩრდილოეთ მოსაზღვრე ქართულ პროვინციებს, მეორე მხრივ ესე შეგვიძლია ვთქვათ და ამით გარკვეულ ტერიტორიებს აკარგვინებს ქართლის სამეფოს. ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია მართლაც გავაკეთოთ ესეთი დასკვნა, რომ ქრისტეშობამდე მეორე საუკუნე ეს აღარ არის ქართლის დაწინაურების, მისი წინსვლის, მისი გაძლიერების პერიოდი, არამედ ეს პირუკუ ქართლის სამეფოს რამდენადმე დასუსტების ხანა. თუმცა უფრო სერიოზული მოვლენები ხდებოდა ჩვენს ფარგლებს გარეთ და საკმაოდ შორსაც. მხედველობაში მაქვს, რომ უკვე იწყება ახალი ეტაპი თუ ახალი ეპოქა მსოფლიო ისტორიაში. ეს არის ახალი ძალის რომის ბატონობის პერიოდი იწყება და ის გაგრძელდება კიდევ დაახლოებით 5-6 საუკუნეს და ეს არის იმპერია რომისა, რომელსაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ინტენსივობით ჰქონდა ურთიერთობა და სხვადასხვა ხასიათის ურთიერთობა ქართულ სამყაროსთან, როგორც დასავლურ ქართულ, ანუ შემდგომში ეგრისის სამეფოს, ლაზიკის სამეფოს მოიხსენიებთ და აღმოსავლურ ქართულ, ანუ ქართლის სამეფოსთან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო
რომის იმპერიის ჩამოყალიბების პროცესში ქრისტეშობამდე 168 წელი. ეს არის თარიღი, როდესაც რომმა შეძლო მის დასავლეთით მდებარე მაკედონიის სამეფოს დამარცხება და მაკედონიასთან ერთად მთელი ბალკანეთის მიერთება, ბერძნული სამყაროს მიერთება, რითაც ეს ტერიტორია რომის სახელმწიფოს ფარგლებში მოექცა. ასევე მნიშვნელოვანი იყო ცოტა უფრო ადრე ქრისტეშობამდე 190 წელი, როდესაც რომმა დაამარცხა სელევკიდური სამეფო და ეს არის იგივე სირიის სამეფო, რომელსაც სელევკიდ და დინასტია მართავს და ამ ბრძოლამ, ამ მარცხმა სირიისა და მეორე მხრივ გამარჯვებამ რომის იმპერიისა წინა აზიაში სათავე დაუდო კიდევ ახალ პროცესს, ახალი სახელმწიფოების ჩამოყალიბების პროცესს და ეს არის პართიის სამეფო, არშეკიდებით სათავეში, ეს არის პონტოს სამეფო და ჩვენს მეზობლად ორი სომხური სახელმწიფო, დიდი არმენია და სოფენა. აი სწორედ დიდი არმენიის გაძლიერება მეორე საუკუნის მეორე ნახევრიდან ქმნის იმის პირობას, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. 1-2 წუთის წინ, რომ აი ამ გაძლიერებულმა სომხურმა სამეფომ მიიერთა სამხრეთ ქართული ტერიტორიები. მე უფრო ცოტა დეტალურად მინდა ამ საკითხს შევეხო, უბრალოდ ახლა ჩვენ ჩამოთვალეთ ეს პროცესები, რასაც შემდგომში მოყვება ურთიერთობა საქართველოსა და რომის იმპერიას შორის, მაგრამ ახლა რამდენიმე სიტყვით უფრო საკვანძო საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება. აქ თქვენ ხედავთ რუკას, ეს არის რომის იმდროინდელი პირველი საუკუნეები ქრისტეშობამდე მათი მიჯნა, თუ სათვლდებოდა რომაული სახელმწიფო, მისი გავლენა, საითკენ მიემართებოდა რომის დამპყრობლური ლაშქარი და აღწევდა წარმატებას. პირველ რიგში ორიოდე სიტყვით მინდა გითხრათ ის, რომ რომი პატარა ქალაქ სახელმწიფოდან გადაიქცა ფაქტურად იტალიის მბრძანებელ ქალაქად. მე ამ სიტყვას ხმარობ, იმიტომ რომ აქ რაღაც ტიპიური ვითარება არ აქვს, როდესაც არსებობს იტალია როგორც სახელმწიფო და მას აქვს დედაქალაქი, თქვათ რომის სახით. ამ შემთხვევაში იტალია შექმნა თვითონ როგორც სახელმწიფო რომმა, იმიტომ რომ მან დაიმორჩილა იტალიაში არსებული დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფოები, როგორც დამოუკიდებელი, როგორც რომისაგან, ისე ერთმანეთისაგან. საერთოდ იტალიაში ცოტა რთული ვითარება იყო, არსებობდა ადგილობრივი, თქვათ, ეტრუსკულ-ლათინური ტომების მიერ შექმნილი დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფოები და ერთ-ერთი ესეთი რომი იყო ლათინთა ტომის მიერ შექმნილი. და მეორე სამხრეთ იტალიაში არსებობდა სულაც ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები, მათ შორის ერთ-ერთი იყო სწორედ ნეაპოლი და სხვა სიცილიაზე განსაკუთრებით. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავიხსენოთ ბერძნული კოლონიზაცია და ისიც, რომ იტალია საბერძნეთთან ახლოს მდებარეობს, თუმეტეს იოლია იტალიასთან ზღვით დაკავშირება და ეს ტერიტორია იქნებოდა ბერძნული კოლონიზაციის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა. აი ზუსტად ამ ქალაქ-სახელმწიფოებთან ბრძოლით, მათზე გამარჯვებით, რომმა შექმნა იტალიაში სახელმწიფო და შემდეგ ჩვენ უკვე სხვადასხვა ფერები აი ამ რუკაზე გვიჩვენებს რომის ექსპანსიის მიმართულებებს. ეს იყო დასავლეთით, დღევანდელი საფრანგეთის სამხრეთი ტერიტორია, მაშინ ეს გალების ტომები ცხოვრობდნენ კელტური მოდგმისა და ეს არის პირინეი კიდევ უფრო დასავლეთით, თანამედროვე ესპანეთის ტერიტორია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით რომის დამპყრობლური პოლიტიკის წარმატების თვალსაზრისით იყო კართაგენის დამარცხება. ეს გახლავთ აფრიკის, ჩრდილოეთ აფრიკის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობდა ეს ქალაქ-სახელმწიფო და პრინციპში ქალაქ-სახელმწიფოს ვერ ვიტყვით საკმაოდ დიდ ტერიტორიას, ან სახელმწიფო მოდით ესე ვთქვათ
სამი პუნიკური ომი, ასე იწოდება ომი, რომსა და კართაგენს შორის დამთავრდა სამივე რომის წარმატებით. კართაგენი რუკიდან გაქრა, როგორც ქალაქი, როგორც ცალკე სახელმწიფო და ეს ტერიტორია უკვე რომაელთა ხელში გადავიდა. ამის შემდეგ ხდება და პრინციპში პარალელურადაც შეგვიძლია ვთქვათ ის, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, ანუ რომაელთა წარმატებული სვლა აღმოსავლეთისაკენ, სადაც მათ, როგორც გითხარით, უკვე მაკედონიის სამეფო და მათ დაამარცხეს მაკედონიის სამეფო და მაკედონიის სამეფოში შედიოდა ბერძნული ყოფილი ქალაქ-სახელმწიფოები და სხვათა შორის ამით ძალიან კარგად ისარგებლა რომი არ ვიცი რამდენად რომაელთა მოგონილია პოლიტიკა გათიშე და იბატონე, მაგრამ დამდილებით შემიძლია ვკითხრათ, რომ რომაელები ძალიან წარმატებით იყენებდნენ აი ამ პოლიტიკას. მათ ფაქტურად მაკედონიის სამეფოს დაუპირისპირეს ბერძნული ქალაქები, რომლებსაც შეპირდნენ რომაელები დიდგენ ძველი თავისუფლების მიცემას, მინიჭებას, მაგრამ მოხდა ისე, როგორც ხდება ხოლმე, დაპირებად იქცა და მაკედონელთა დამარცხების შემდეგ ბერძნებმა რომაელებმა უკაცრავად დაიკავეს ბერძნული ქალაქები და ანუ ესეც უკვე ეს ტერიტორიაც გახდა რომის სამფლობელო. ეს არ არის ის რუკა, რომელიც საბოლოო ჯამში წარმოდგენას შეგვიქმნის ჩვენ რომის იმპერიის სიდიდეზე, რომი ამის შემდეგ კიდევ უფრო ინტენსიურ დაპყრობით პოლიტიკას ახორციელებს და შემდგომი საუკუნეების რუკა რო გქონდეს, მაგრამ ქრისტეს შობიდან უკვე პირველი, მეორე, მესამე საუკუნისა მთელი გალია, მთელი ესპანეთი, ბრიტანეთი და აფრიკის მთელი ჩრდილოეთ სანაპირო ეგვიპტის სახით და მთელი წინა აზია, რომლის მხოლოდ ფრაგმენტი ჩანს აქ, უკვე რომის იმპერიის საზღვრებში იქნებოდა მოქცეული იმ რუკაზე. მაგრამ სანამ ამ მდგომარეობამდე, ამ შედეგამდე მივიდოდა რომი, მას სჭირდებოდა, როგორც გითხარით, შემდგომი გაფართოება თავისი დამპყრობლური, ვთქვათ, პოლიტიკისა, თავისი ახალი დაპყრობლური ლაშქრობების ორგანიზება და ერთ-ერთი ასეთი მიმართულება იყოს სწორედ აზია, წინა აზია უпростоრად, სადაც უკვე რომაული პოლიტიკა, რომაული დაპყრობითი პოლიტიკა ქართველ ხალხსაც შეეხება, იმიტომ რომ მომავალ იმპერიის საზღვრები კავკასიამდე გადაიჭიმება. ზუსტად ამ დროს ხდება ანტირომაული კოალიციის შექმნა, ქვეყნები და ხალხები, რომლებსაც ემუქრებათ რომის მიერ დაპყრობა, ერთიანდებიან არა სახელმწიფოებრივად, არამედ აერთიანებენ თავიანთ სამხედრო ძალებს და ქმნიან სამხედრო კავშირს და ამ კავშირში შედის პონტოს სამეფო, რომელიც როგორც გითხარით, სირიის სამეფოს დაშლის შედეგად ჩამოყალიბდა. ჩვენ ამ სამეფოზე ცალკე შეიძლება კიდევ გქონდეს საუბარი. ქართული სახელმწიფოები, კოლხეთი და იბერია, გითხარით, რომ საქართველოს სამხრეთით ასევე სირიის სამეფოს დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა სომხეთის სახელმწიფო და ჩვენს აღმოსავლეთით მდებარე თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ალბანეთის სამეფო. აი ძირითადად ამ სახელმწიფოებისაგან შედგება ეს დიდი ანტირომაული კოალიცია და წარმართველი პოზიცია, ლიდერის პოზიცია ამ გაერთიანებაში უკავია პონტოს სამეფოს. პონტოს სამეფო მდებარეობდა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, აი დღევანდელი თურქეთის ჩრდილოეთ პროვინციებს მოიცავდა ისა, რათა ტრაპეზონი და მისი მდებარე ტერიტორიები
თვითონ პონტოს სამეფოზე მინდა გითხრათ რომ ეს იყო ელინისტური სახელმწიფო, ელინური სახელმწიფო უბრალოდ ამას ხელი შეუწყო ორმა ფაქტორმა. ერთი აქ ფართოდ გაიშალა ბერძნული კოლონიზაციის პროცესი და შესაბამისად ბერძნული ენის, კულტურის, რელიგიის გავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე და რეალურად მოხდა ბერძნული და აი ამ ტერიტორიაზე მცხოვრები წინა აზიის უძველესი მკვიდრი ხალხის შერწყმა ერთმანეთში და პრინციპში ეს წარმოიქმნა ესე ელინისტური საზოგადოება ბერძნული ენით საკუთარ თავს ძირითადად ის ბერძნულ სამყაროს ნაწილად თვლიდა ბერძნულ სამყაროსთან ახდედა იდენტიფიცირებას თუმცა ამ სახელმწიფოში შედიოდნენ და მეორე უпроსორად ეს არ მინდა გამომჩიეს შემდგომ პერიოდშიც უკვე კოლონიზაციის შემდგომ პერიოდშიც პონტოს სამეფოს ძირითადი ნაწილი ესე ვთქვათ ელინისტური კულტურის არეალშია მოქცეული და ბუნებრივია ამ პროცესს ანუ ელინიზაციის პროცესს პონტოში ეს ეტაპიც აჩქარებს ეს გარემოებაც აჩქარებს მე იმედი მაქვს რომ გვაქვს გარკვეული წარმოდგენა რა არის ეს ელინისტური კულტურა ელინური ეპოქა ელინური სამყარო უბრალოდ ელინისტური სამყარო და ელინიზმი თუ არა გვაქვს სუსტი წარმოდგენა ამის შესახებ ამ თემას თქვენი ვთქვათ სურვილის შემთხვევაში სათანადო დროს დაუთმობ სემინარული მუშაობისთვის განკუთვნილ საათზე და გარკვეულწილად ეხლა მოვერიდებით ჩვენ ელინიზმზე საუბარს, რათა არ გადაუხვიოთ ძირითადი თემისაგან. მეორე მხრივ პონტოს სამეფოში ცხოვრობენ ქართველური მოდგმის ტომები, ანუ ქართული ტომები, ესენი არიან ძირითადად ეს არის მისი აღმოსავლეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ პერიფერიები, აქ მცხოვრები ლაზები, ლაზურ-ჭანური მოსახლეობა მაქვს მხედველობაში. ასე რომ პონტო არის ელინისტური სახელმწიფო, ერთიანი სახელმწიფო სამეფო ხელისუფლებით სათავეში, თუმცა ეთნიკური თვალსაზრისით ის არ არის ერთგვაროვანი, პოლიეთნიკური სახელმწიფოა, რომელსაც სადაც ძირითადად მაინც ორი მიმართულების ვთქვათ ეთნოსი შეგვიძლია ორი ეთნოსი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ერთი პონტოელი როგორც ელინიზირებული და მეორე ქართული წარმომავლობის ლაზურ-ჭანური მოდგმის ტომები